თბილისში ტროპიკულ მცენარეებს ერთწლიან და მრავალწლიან ყვავილებს მოაშენებენ სპეციალური სათბური ორხევში გაიხსნა. 10,000 კვადრატულ მეტრზე ძირითადად დეკორატიულ მცენარეებს მოაშენებენ. უახლესი სტანდარტის სათბურში სპეციალური ტემპერატურა და ტენიანობაა შექმნილი. სათბური დღეს თბილისის მერმა მოინახულა და ყვავილი თავადაც დარგო. ადგილზე 30 ადამიანი დასაგვით და მათ სპეციალური გადამზადების კურსი ჰოლანდიაში გაიარეს. პროექტისთვის 2 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. თბილისში ყვავილების საფირმო მაღაზიაც გაიხსნება. მნიშვნელოვანი და კარგი სიახლეა თბილისისთვის, ვინაიდან უამრავი კერძო მოხმარების იქნება ყვავილი თუ ჩვენ მუნიციპალური მოხმარების, ძირითადად ხდებოდა მისი იმპორტირება, რაც თავარია. ბევრად უფრო იაფი იქნება და ხელმისაწვდომი ისევე როგორც კერძო მომხმარებლებისთვის, ასევე ბუნებრივია ჩვენთვისაც, ვინაიდან ქალაქის გამწვანება და გალამაზება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჯერაც მივეცით ჩვენ თავის დროზე მიწა, ხელი შეუწყოთ, კარგი მაგალითია ესე ვთქვათ პარტნიორობის სახელმწიფო და კერძო სფეროს შორის. ესეთი პარტნიორობით არის შესაძლებელი სწორედ აი იმ პრობლემების მოგვარება, რასაც პირველ რიგში უმუშევრობა ქვია. მოყვანილი იქნება ტროპიკული მცენარეები, ერთწლიანი მცენარეები, მრავალწლიანი მცენარეები, ისეთები როგორიც იმპორტით შემოდიოდა აქამდე საქართველოში, ფასები იქნება იგივე რაც ჰოლანდიაში, ანუ ბევრად უფრო იაფი ვიდრე ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი და ხარისხიც უკეთესი. სათბური არის მაღალი ტექნოლოგიები და აუცილებელი იყო კადრების გადამზადება ჰოლანდიაში, სადაც გავიარეთ ჩვენ რამდენიმე თანამშრომელმა პრაქტიკა, იმისთვის რომ ეს მაღალი ტექნოლოგიები შეგვესწავლა. ამავე დროს ჰოლანდიაში გავლილი სწავლების დროს ასევე იყო გამახვილებული ყურადღება, ვთქვათ, გაყიდვების დროს როგორ უნდა იმუშაოს სათბურის თანამშრომელმა.